ერთხელ მგელმა უთხრა ცხრებს: ჩვენ შორის მტრობა ძაღლების ბრალია, რომლებიც ვითომ თქვენ გიცავენ, გვიყეფენ და თქვენთან დაახლოებაში ხელს გვიშლიან. სიმართლე კი ისაა, რომ თქვენთან მხოლოდ მეგობრობა გსურს და კარგის მეტი არაფერი გვინდა თქვენთვის. ცხვარი რის ცხვარია, წამოეგნენ მგლების ამ მარტივ ხრიკს. სხვა კუთხით შეხედეს თავიანთ მცველებს, არა როგორც ფარს, არამედ როგორც ჯაჭვს, რომელიც ბოჭავს მათ თავისუფლებას. ცხრებმა ხმა აიმაღლეს და უთხრეს ძაღლებს: ფარველობა, რომელსაც თქვენ გვიწევთ მთელი ეს წლები, სულაც არ არის ფარველობა, არამედ შეზღუდვა. თქვენ გსურთ, რომ კონტროლის ქვეშ გყავდეთ. სულელი ცხრები გაშორდნენ ძაღლებს, ფიქრობდნენ, რომ მარტო უკეთესად იცხოვრებდნენ. იმ ღამით ცხვრის ფარას მგლების ხროვა თავს დაესხა და წაიღო მათი სიცოცხლე. ასე ხდება ცხოვრებაშიც. ხშირად ადამიანებს ეჩვენებათ, რომ მათ მიმართ გამოჩენილი ზრუნვა მათი გაკონტროლების სურვილიდან მომდინარეობს. ვერ აფასებენ ამ ზრუნვას და ბორკილებად თვლიან. ასე ხდება მოზარდების თავს, როცა ვერ ხვდებიან, რომ მშობლებს მათი დაცვა სურთ. ასე ხდება ზრდასრულების თავსაც, როცა ღმერთს და მის კანონებს არ ემორჩილებიან და ფიქრობენ, რომ ღმერთი მათ უბრალოდ ზღუდავს და მათი კონტროლი სურს. სინამდვილეში კი უფლის კანონები მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების დასაცავადაა მიმართული, რათა დაიცვას ისინი ყოველი განსაცდელისგან და ერთ დღეს ბოროტის ლუკმა არ გახდნენ. ღმერთს ჩვენი ხსნა სურს და არც ერთ სულს არ დაღუპავს, ვინც მისკენ მობრუნდება.